საღამომშვიდობის ძვირფასო თანამემამულენო. თქვენთვის როგორც ცნობილია, ჩვენ დავიწყეთ მოძრაობა დედები ქრისტეს სიყვარულით სამშობლოს და ერის დასაცავად. ქრისტეს სიყვარული არაფერია თუ ერთმანეთი არ დავიცავით. თუ ხედავთ, რომ ადამიანი იჩაგრება, თან მით უმეტეს კანონის სახელით, რეაგირება თუ არ გვექნება, ფუჭია ჩვენი ბუტაფორიულად, მოჩვენებით ფარისევლურად ტაძრებში სიარული. ადამიანი არის უფლის ხატად შექმნილი და მის დასაცავად უკვე დროა დედებმა ავიმაღლოთ ხმა. სამშაბათს 18 ნოემბერს ფოთში არის გამოსახლება. საქმე არის ისე, რომ თაღლითურად წაართველს ქალს, რომელიც გარდაიცვალა ამ ბინის ნერვიულობით. ბინა და პროკურატურაში საქმე აღზრულია თაღლითობაზე და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არ აჩერებს გამოსახლებას. ანუ რა კანონებთან გვაქვს საერთოდ ქვეყანაში საქმე? მისამართს ვაცხადებ, ფოთი ფარნავაზ მეფის პირველი. მეოთხე სართული, ბინა 26. ჩვენ იქ ახლო მიმდებარე ტერიტორიაზე ვიქნებით და მე მოგმართავთ დედებს. დედებო, დროა დავდგეთ სამშობლოს ერის გადარჩენის სადარაჯოზე. თუ არა დედამ მარადისობის სიმბოლომ. ხედავთ, რომ ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, მას ვერავინ ვერ უშველის. ჩვენ უფლის სიყვარულით არ გავიყიდებით და უკან არ დავიხებთ. დიახ, ქრისტეს სიყვარული ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადამიანი გვიყვარს. მე ვიმყოფები ზუგდიდში, პუშკინის 72 ნომერში. გთხოვთ, გამომეხმაუროთ და ვემზადებით 18-ში უკვე 10 საათზე ჩვენ უნდა ვიყოთ ფოთში. ახლო რაიონებს გთხოვთ მოგიწოდებს, თვითონ ფოთელებს, ხობელებს, სენაკელებს, ზუგდიდელებს თავისთავად. თქვენ შემოგევლეთ. მე მჯერა თქვენი და ყველა თქვენთაგანის ქობულეთელებს, ბათუმლებს. ჩვენ თუ ეს გავატარეთ და ამ ხელისუფლებას მივეცით ნება, აი კანონის სახელით ჩვენ აგვყაროს ჩვენი ბუდეებიდან და აქ 1000 ჯური შემოასახლოს, ხვალდაზე ბანკებიდანაც მალე დაიწყებენ გამოსახლებას და კი იცით, საქართველოს 70% ბანკების ხელშია. მაშასე მე ხვალიდან გელოდებით ზუგდიდში, პუშკინის 72 ნომერში და ჩვენ ვაორგანიზებთ მსვლელობას ფოთში ფარნავაზ მეფის პირველ ნომერში. ესეც სიმბოლურია ფარნავაზ მეფე. აბა დედებო, ჩვენ უდიდესი მისია დაგვაკვირს რა უფალმა და უნდა შევასრულოთ. გელოდებით.